ეგ ვითარება გადამტყდარია მაგ კუთხით. შეიძლება არ იყო გადამტყდარი რამდენიმე წლის წინ და სწორედ ამიტომ ხედავთ ასე ვთქვათ შიშველ ძალაუფლებაზე და ძალის დემონსტრაციაზე დარჩენილ ხელისუფლებას თბილისში გავიზარდე, მაგრამ ხარაგაულიდან ვარ, იქ ძალიან ბევრ დროს ვატარებ, მამა ჩემი იქ ცხოვრობს და მესმის ძალიან კარგად იმ ხალხის, რომლებიც ალტერნატივას ვერ ხედავენ ხელისუფლებას და მათ რომ ხარი დაუჭირონ ოპოზიციას და ალტერნატივას, ამისთვის უნდა ენდობოდნენ მათ და ამისთვის რისკზე უნდა დადონ ის თქვათ შემოსავალი იქნება თუ პრივილეგიები, რაც ამ ეტაპზე ამ ხელისუფლების პირობებში აქვთ და ჯერჯერობით ხო, ხშირ შემთხვევაში ფიზიკური უსაფრთხოება პირდაპირ საფრთხეს. მათ შორის რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როდესაც რა თქმა უნდა დაშინება ასე შემდეგ, მაგრამ მაგის მიღმა, ანუ მათ უნდა უღირდეთ ალტერნატივა იმათ, რომ საკუთარი დისკომფორტ შეუქმნან საკუთარ თავს, რაც მე ვფიქრობ, რომ ეგ ვითარება გადამტყდარია მაგ კუთხით. შეიძლება არ იყო გადამტყდარი რამდენიმე წლის წინ და სწორედ ამიტომ ხედავთ ასე ვთქვათ შიშველ ძალაუფლებაზე და ძალის დემონსტრაციაზე დარჩენილ ხელისუფლებას, რომელიც ტროტუარიდან ბავშვებს იტაცებს.